პოინტის კადეტები საქართველოში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებთან ერთად საჩხერის ბაზაზე ცნობილი სასწავლებლის სტუდენტები გადიან მომზადებას. სამთო მომზადების სკოლას რამდენიმე კურსი აქვს, რომლის დასრულების შემდეგ სამხედროების სპეციალურ ტესტირებას გაივლიან. დინარის გადალახვა დღეღამის ნებისმიერ დროს ამერიკელი სამხედროების მომზადების მხოლოდ ერთი ეტაპია. ყველაზე ცნობილი სამხედრო სასწავლებლის ვესტ პოინტის კადეტები სამთო მომზადებას საჩხერეში გადიან. ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და დიდი სამხედრო სასწავლებლის კადეტები სასწავლებლად მოდიან საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში. როგორც ისინი ამბობენ, აქ მათ ნამდვილი პროფესიონალები ასწავლიან სამთო საქმეს. საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ამერიკელი სამხედროები სამკვირიან კურსს გადიან. ნატო სტანდარტების ბაზაზე ქართველი ინსტრუქტორები მათ სიმაღლიდან დაშვებასა და თაგორიან რელიეფზე სროლის ხელოვნებას ასწავლიან. ქართველი ინსტრუქტორები ძალიან კარგები არიან. ისინი პროფესიონალურ დონეზე გვასწავლიან სამთო საქმეს. ჩვენ ამერიკაშიც გვაქვს სამთო სკოლები, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია აქ, რადგან სპეციალურ მომზადებასთან ერთად რუსული ენის ცოდნასაც ვიმაღლებთ. ამერიკელი კადეტების გარდა საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სწავლებას ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებიც გადიან. ქართველი ინსტრუქტორები მზად არიან შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე სწავლება გააფართოვან. 2006 წლიდან დღემდე საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორებმა შეძლეს იმდენი, რომ კონკურენციას უწევთ საზღვარგარეთის ქვეყნების სამთო მომზადების სკოლებს. აქედან გამომდინარე, მიღებული გადაწყვეტილებიდან ჩათვალეს საჭირო, რომ მაგალითად პირადსმას შემადგენლობამ მომზადება გაიაროს პოლკოვნიკ ბესტ-ქორთელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში. კურსის განმავლობაში მაგათ ხდება სხვადასხვა სირთულეების გადალახვა, რაც მდგომარეობს მდინარის ფორსირება, სიმაღლეების აწევა, კტეზე მაღალ სიმაღლეზე ღამის გათენება და ასევე კტეზე ცოცვა. შედარებით სხვა ქვეყნებთან ვფიქრობ, რომ ალბათ უფრო მეტი მონდომილად არიან, უფრო მეტი მონდომილად აკეთებენ ამ საქმეს, ვიდრე სხვა დარჩენილი ქვეყნები. ზაფხულის საბაზისო კურსის გარდა საჩხერის სამთო მომზადების სკოლას ზამთრის და შუალედური კურსებიც აქვს. ყველა კურსის დასრულების შემდეგ სამხედროებს ტესტირება უტარდებათ.